სამწუხაროდ ჩვენ არ ვცხოვრობთ უსაფრთხო ქალაქში. ეს ქალაქი არ არის ორიენტირებული მოქალაქეზე, არადა თბილისის მერია, შესაბამისი საქალაქო სამსახურები უნდა იყვნენ ყოველდღიურად დაკავებულები ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის მოქალაქეების უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. მაშინ, როდესაც ტროტუარზე ადამიანი იკვდება, მაშინ, როდესაც ზებრა გადასასვლელზე ადამიანი იკვდება, მაშინ, როდესაც სამშენებლო სამუშაოების დროს მუშები ცვივიან იმის გამო, რომ არ არის დაცული სამშენებლო უსაფრთხოება, ან მშენებარე ობიექტიდან რაღაცა გეცემა თავზე და კვდები ქალაქში, ეს არის პასუხისმგებლობა მერიის და მერიის სამსახურების. ის ტრაგედიაც, რაც მოხდა წლების წინ, ეს იყო აბსოლუტურად გაუკონტროლებელი მშენებლობა, ეს იყო გაუკონტროლებელი და დაუცველი გარემო და ის ტრაგედია იყო გამოწვეული სწორედ პიარ ღონისძიებაზე გათვლით, წინა დღით დაუსრულებელი პროექტის ჩაბარებით. ამიტომაც პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, სრულად არის ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის და იმ უწყებების, რომლებსაც უნდა გაეკონტროლებინათ სამუშაო თავიდანვე და ჩაებერებინათ ისეთი პროექტი, რომელიც იქნებოდა უსაფრთხო მთლიანად ქალაქისთვის.